საბოლოოდ დავასრულე ისე, რომ ფეხების ტკივილი ერთი კვირა გამყვა. გავცივდი, სიცხე მამიწია და მივხვდი ეს იყო ყველაზე მძიმე გამოცდილება, რაც კი ოდესმე გამიტარებია. ოტასებზე თასმები, სადაც მაქვს შეკრული, მანდ მტკივა მაგრად რა, ყველაზე მაგრად. ეხლა ხო ხტებით 33 კილომეტრი სათქმელად ადვილია, მაგრამ აი გასაკეთებლად მთელი ამ გზის მანძილზე პირველად შევისვენე აქ. ენერგია მაქვს ბოლომდე დაცლილი. აქედან მოყოლებული ბოლომდე ძალიან მტკივა. როცა ადამიანი აღწევს უკიდურეს სტრესულ ან ენერგიულ ზღვარს, ტვინი აქტიურად თრგუნავს მოძრაობის სიგნალებს, რათა სხეულმა არ განიცადოს გადამეტებული დაზიანება. ყოველ ნაბიჯზე ფეხი მტკივა მაგრად. აი აქ ეხა ხეს მივეყუდები ეს. ვეღარ მივდიო. თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, დააკომენტარე და დაალაიქე. სახლიდან 6-ის ნახევარზე გამოსული სახლში 2:15 წუთზე მივედი. სალამი, დღეს 33 კილომეტრის ფეხით გავლას ვაპირებ. ეს არის ჩემი გათვლით სადღაც 40,000 ნაბიჯი პლუს მინუს, ძალიან ექსტრემალურია და რატო? იმიტომ რომ 33 წლის გავხდი და სიმბოლურად 33 რიცხვისა მინდა რომ 33 ექსტრემალური ვიდეო ჩავწერო. ეს იქნება პირველი. ის რაც აქამდე არ გამიკეთებია და არის ძალიან რთული. ესეც დაჟე 33 კილომეტრი, არც ვიცი შევძლებ თუ არა. ძალიან მერტულება უკვე, ჯერ არც დამიწყია და მიწევს ძალიან ბევრი ქუჩის გავლა. მშიერი ვარ, არ მიჭამია და არც ვაპირებ ჯერ და წყალიც არ დამილევია. წავედით. სტარტი ავიღე გაბრიელ სალოსის ქუჩიდან. ჯერ კიდევ დღე იყო, მოტივირებული, ენერგიით სავსე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩელენჯი მარტივად დამთავრდებოდა. ფიქრობდი 3-4 საათი და ჩელენჯი შესრულებულია. მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რა მელოდა წინ. საბოლოოდ დავასრულე ისე, რომ ფეხების ტკივილი ერთი კვირა გამყვა. გავცივდი, სიცხე მამიწია და მივხვდი ეს იყო ყველაზე მძიმე გამოცდილება, რაც კი ოდესმე გამიტარებია. როცა გავედი ჩელენჯისთვის გარეთ თბილოდა, ვიფიქრე, რომ დამცხებოდა, ამიტომ თავისუფლად რომ ემოძრავა, მაიკა ჩავიცვი მხოლოდ. რამდენიმე საათში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, ციუმა ჰაერმა გამოიწვია სხეულის ენერგიის უფრო სწრაფი ხარჯვა. თუმცა ვიდეოს ამ მომენტში არც კი მიფიქრია, რომ უკან მოსასვლელად დამჭირდებოდა 8 საათი და 53 წუთი. ისნის მეტრომდე დაახლოებით 6,000 ნაბიჯამდე დამჭირდა. 6,000 ნაბიჯი მარტივი იყო. ამ დროს კუნთები ენერგიას ძირითადად გლიკოგენიდან იღებდნენ. ეს არის ცხიმისა და ნახშირწყლებისგან გარდაქმნილი დიდი მარაგი შაქარი, რომელიც კუნთებში და ღვიძლში ინახება. ფიზიკური აქტივობის დროს, განსაკუთრებით ვარჯიშსა და სიარულზე, გლიკოგენი გლუკოზად იყოფა და კუნთებს ენერგიას აწვდის, რომ მოძრაობა მოხდეს. ზოგადად სიარული ძალიან სასარგებლოა ყოველდღიურ პრაქტიკაში, მაგრამ ზომიერად. სიარულს ბევრი ბენეფიტები აქვს. ერთ-ერთი მათგანია გონების სიცხადის გაუმჯობესება. სიარული ეხმარება brain fog-ისგან განთავისუფლებას, ანუ გონების ნისლისგან, რაც მდგომარეობაა, როდესაც თავს გაბრუებულად ვგრძნობთ. მეტრო 300 აროგელამდე მისასვლელად დამჭირდა 6,644 ნაბიჯი. დავწვი 230 კალორია. ამ დროისთვის გავიარე 4,3 კილომეტრი და დამჭირდა საათი და 8 წუთი. ვიდეო მინდა იყოს ინფორმაციულიც, ამიტომ გამოვიყენებ მეცნიერულ ტერმინებს ფიზიოლოგიიდან, ბიოქიმიიდან და ნეიროფიზიოლოგიიდან, რომლებსაც ძირითადად გამოიყენებენ პროფესიულ, სამეცნიერო ან სიღრმისეული განათლების კონტექსტში. ვიდეოს ამ მომენტში უკვე გავლილი მქონდა 300 არაგველი და ისნის მეტროები. შევამჩნიე თბილისის სანძა, სადაც შემოდგომის ცის ჩამავალი მზეს საოცარ ესთეტიკურ ფონად წარმოაჩენდა გარემოს. ეს მომენტი ჩემში ამაღლებული შეგრძნებებით დატვირთული იყო. ვეცადე რომ ეს ატმოსფერო ვიდეოში გადმომეცა და რამდენად შევძელე ეს თქვენ განსაჯეთ. ეს ადგილები 1000-ჯერ მქონდა გავლილი, მაგრამ ვცდილობდი ყოველ ნაბიჯზე თბილისური ატმოსფერო ახლიდან შემეგრძნო. რაც შეეხება ჩემს პროექტს, 33 წელი ადამიანის ცხოვრებაში აღიქმება როგორც განსაკუთრებული ასაკობრივი ზღვარი, რომელსაც ერთდროულად სულიერი სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ენიჭება. ქრისტიანულ ტრადიციაში 33 წელი არის ასაკი, როდესაც იესო ქრისტე ჯვარს ეცვა. ამიტომ ეს რიცხვი უკავშირდება სრულყოფილებას, მსხვერპლის ძალას და შინაგანი კეთილშობილებისაკენ მოწოდებას. ქრისტეს მაგალითი ადამიანს აღძრავს, რომ ამ ეტაპზე მეტად იფიქროს სულიერ ზრდაზე, სიყვარულსა და სინათლეზე და საკუთარ ცხოვრების ყოველ ნაბიჯი ღირსეულად განვლოს. ნუმეროლოგიაში 33 ოსტატ რიცხვად ითვლება. იგი ასოცირდება სიბრძნესთან, თანაგრძნობასთან და მაღალ მისიებთან, რომ ადამიანმა საკუთარი გამოცდილება და ძალა სხვათა მსახურებას მოახმაროს. ამრიგად 33 წელი შეიძლება ჩაითვალოს როგორც სრული მომწიფების სიმბოლოდ. ეს არის ასაკი, როდესაც გონება, გული და სხეული ჰარმონიულად ერთიანდება, ხოლო სული იძენს ძალას. ამავე სიმბოლიკას უკავშირდება ჩემი პირადი ინიციატივაც 33 ჩელენჯი, საკუთარი თავის გამოცდა რთული და ექსტრემალური ვიდეოებით. ზოგადად ადამიანები ასეთ ასაკში იუბილეს, ქეიფითა და რესტორანში აღნიშნვით ხვდებიან, მაგრამ მე მინდოდა ეს ეტაპი განსაკუთრებული ყოფილიყო.
ამიტომ დავიწყე 33 ურთულესი ვიდეოს სერია, სადაც ალბათ ზოგს შევძლებ, ზოგს ვერა, თუმცა მთავარი ის არის, რომ მაქსიმალურად გამოცადო ჩემი ძალა, ნებისყოფა და შინაგანი სიმტკიცე. ეს პროექტი იქნება, რომ 33 წელი მხოლოდ რიცხვი კი არა, ცხოვრების ახალი სულიერი და პრაქტიკული გამოცდილების დასაწყისი გახდეს. დაუბრუნდეთ ვიდეოს. ზოგადად და სტანდარტულად ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს დღეში დაახლოებით შეუძლია გაიაროს 6-დან 8000 ნაბიჯამდე. ეს არის ადამიანების საშუალო მაჩვენებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მუშაობა, სახლში გადაადგილება და ასე შემდეგ. ხოლო 10000 ნაბიჯი ხშირად აღიქმება როგორც ჯანმრთელობისთვის რეკომენდირებული მიზანი, რაც დაახლოებით 7-8 კილომეტრს შეესაბამება. მაქსიმუმი კი განსაკუთრებული მომზადების გარეშე ბევრი ადამიანი შეძლებს 15-20000 ნაბიჯის გავლას ერთ დღეში, მაგრამ უკვე იგრძნობს ძლიერ დაღლილობას. ჩემს შემთხვევაში კი ასეთ მდგომარეობაში სიარული, შიმშილზე და წყლის გარეშე უკვე რეალურად საზიანო და სახიფათო ზღვარს გადაცდენილია. ეს აღარ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მოძრაობა, ეს უფრო სერიოზული ფიზიოლოგიური სტრესია. ენერგიის კრიზისი, საჭმლის გარეშე სხეული ვერ იღებს საწვავს, პირველ რიგში იწვის ღვიძლისა და კუნთების მარაგი, შემდეგ იწყება კუნთოვანი ქსოვილების დაშლა. რეალურად შეიძლება ვეღარ შევძლო ფეხზე დგომა, რადგან ენერგია უბრალოდ აღარ დარჩება. გაუწყლოება წყლის გარეშე თითოეულ ნაბიჯზე ოფლით იკარგება მარილები და სითხე, სქელდება სისხლი, ქვეითდება ჟანგბადის მიწოდება ტვინსა და კუნთებში. გულისა და თირკმელების გადატვირთვა. თირკმელები იწყებენ მუშაობის შენელებას. ტრამვისა და კოლაფსის საფრთხე, ფეხები და სახსრები ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას. შესაძლოა მყესები და კუნთები დაზიანდეს, ხოლო შაქრისა და წყლის დეფიციტმა შესაძლოა მოულოდნელი წაქცევა და სრული ფიზიკური კოლაფსი გამოიწვიოს. ვიდეოს ამ მომენტამდე სანაპიროზე მოსასვლელად დამჭირდა 1 საათი და 37 წუთი. დავხარჯე 329 კალორია. გავიარე 9942 ნაბიჯი. ეს არის 6.2 კილომეტრი. მტკვარში დაინახეთ ტურისტული ნავი, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია და მოგზაურებს საშუალებას აძლევს ქალაქის მდინარის ხედებით დატკბნენ. მტკვარი საუკუნეების განმავლობაში თბილისისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ვაჭრობის გზა იყო. მე-19 საუკუნის ბოლომდე თბილისელები მტკვრის გარკვეულ მონაკვეთებზე ნავებით გადაადგილდებოდნენ. ეს იყო როგორც ყოველდღიური ტრანსპორტი, ასევე გართობა მდინარის სანაპიროზე. თანამედროვე ტურისტული ნავები და ფესტივალების დროს მოწყობილი სანავე მომსახურება უფრო 2000-იან წლებში დაიხვეწა. განსაკუთრებით მდინარის გასუფთავებისა და ურბანული განვითარების პროექტების შემდეგ. ეხლა მოგიყვებით 33 საინტერესო ფაქტს დიდ მანძილზე სეირნობის შესახებ. პირველი, მსოფლიოს გარშემო ყველაზე გრძელი გასეირნება. ჟან ბელიომ ნეონის ნიშნების გამყიდველმა 46600 მილი დაახლოებით 75000 კილომეტრი გაიარა. 64 ქვეყანაში, რაც 11 წელი გაგრძელდა. კანადელი გამოვიდა მონრეალში მდებარე საკუთარი სახლიდან. პატარა სამბორბლიანი ურიკის, საძილე ტომრის, კარვის და სასწრაფო დახმარების 5-ის თანხლებით. გამომშვიდობებისას ჩაეხუტა ოჯახის წევრებს, ქუჩის კუთხეში შეუხვია და სამხრეთით ამერიკისკენ აიღო გეზი. სახლში ის მხოლოდ 11 წლის შემდეგ დაბრუნდა, შემოუარა რა დედამიწას ფეხით ფულის გარეშე. ლეხანოვზე ვარ, აქ ცოტა ხანი შევისვენე. მაგრა დავიღალე, სხვათა შორის 33 კილომეტრი სათქმელად მარტივი ყოფილა და გასავლელად ძალიან რთული რა. თან დღეს არ მიჭამია და წყალიც არ დამილევია. 3 ჭიქა ყავა დავლიე, ლაპარაკობდი და მეთქი ბარემ დღეს შავწერ მეთქი ამ ვიდეოს. თან YouTube-ის პოსტი რო ვნახე, გამოკითხვა. 33 კილომეტრის ფეხით გავლას ყველაზე მეტი ხმა ქონა მიცემული და მეთქი ბარემ ჩავწერ, მაგრამ ძალიან ბევრია. აი ფეხებზე, ოტასებზე თასმები სადაც მაქვს შეკრული, მანდ მტკივა მაგრად რა, ყველაზე მაგრად. და აი მარჯვენა მუხლში, სადაც ვკეცავ, ძალიან დავიღალე. ამის მერე გავაგრძელე გზა. რედისონი და თბილისის ანძა რა შორიდან ჩანდა, ახლა კი მოპირდაპირედ ვარ. გავაგრძელოთ საინტერესო ფაქტები დიდ მანძილზე სეირნობის შესახებ. მეორე საინტერესო ფაქტი. ჩვეულებრივი სეირნობის სიჩქარე დაახლოებით 5 კილომეტრი საათშია. მესამე. სეირნობის დროს საშუალოდ იხარჯება დაახლოებით 100 კალორია თითოეულ კილომეტრზე. მეოთხე. რეგულარული სეირნობა ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ამცირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მეხუთე, სეირნობა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. მეექვსე, სეირნობა საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ ახალი ადგილები, ბუნება და ადგილობრივი კულტურა. მეშვიდე, სეირნობა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ხელს უწყობს სოციალურ ურთიერთობებს და კომუნიკაციას. მერვე, სეირნობა ხელს უწყობს სხეულის მოძრაობას, ამცირებს მჯდომარე ცხოვრების წესის უარყოფით გავლენას. ამ მომენტში ცოტა ხნით გავჩერდი და საუბარი მომინდა. გავაგრძელე და ფეხის ტკივილმაც გამიარა. და ერთი ვისწავლე ის, რომ ეს უბრალოდ ჩელენჯია, YouTube ვიდეოა. არაფერი არ არის, ხო, ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ ნებისყოფის გამოცდაა და შენ თავს ამუღამებ უკეთესად თუ
აი შეგიძლია თუ არა გააგრძელო, როცა მაგალითად ფეხი აქ ტკივდება, მოგშივდება, მოგწყურდება. ნუ ეხა ხო ხდებით 33 კილომეტრი სათქმელად ადვილია, მაგრამ აი გასაკეთებლად გზაში ხვდები, რომ ბევრი აზრები მოგდის ნეგატიური. აი რატო ვაკეთებ ამას, ფიქრობ, რა თმინდა. გავაჩერებ ტაქს, წავალ სახლში, ვჭამ. მაგრამ როცა გააგრძელებ, აი რაც მოკლედ ის ვისწავლე, რომ მიზნად რამეს რო დაისახავ, ან რაღაცას რო დაიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო. ხო და მე თითქოს ძალებიც მოგდის უფრო მეტი, იმიტომ რომ აი დავიღალე რაღაც მომენტში, მაგრამ ფეხი ამტკივდა, მუხლი. და მუხლი ამტკივდა და თასმების საათ შეკრულია ფეხსაცმელი, აი მან დამტკივდა. მაგრამ გავაგრძელე გზა და მე თითქოს გადამიარა ყველაფერი. ხო და თითქოს ძალაც მოგდის მე ნელ-ნელა და საკუთარ შესაძლებლობებს ტესტავ. ნებისყოფის გატესტვა საინტერესოა მაგარი ჩემთვის. გავაგრძელებ საინტერესო ფაქტებს დიდ მანძილზე სეირნობის შესახებ. მე-9. რეგულარული სეირნობა ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას. მე-10. დიდ მანძილზე სეირნობა ხელს უწყობს სხეულის გამძლეობის ამაღლებას და ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებას. მე-11. სეირნობის დროს სხეულის სწორი პოზიცია და ნაბიჯების რიტმი მნიშვნელოვანია ტრავმების თავიდან ასაცილებლად. მე-12. სეირნობის დროს მნიშვნელოვანია წყლის რეგულარული მიღება ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად, რომელიც მე არ გავაკეთე, რაც მოგვიანებით ძვირად დამიჯდა. მე-13. რეგულარული სეირნობა ხელს უწყობს ძვლების სიმკვრივის შენარჩუნებას და ოსტეოპოროზის რისკის შემცირებას. მე-14. სეირნობის დროს მუსიკის მოსმენა აუმჯობესებს განწყობას და ზრდის მოტივაციას. მე-15. რეგულარული სეირნობა ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას და უძილობის შემცირებას. მე-16. სეირნობა ხელს უწყობს ფეხის კუნთების გაძლიერებას და ტერფების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მე-17. სეირნობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს CO2-ის ემისიების შემცირებას. მე-18. სეირნობა ხელს უწყობს მობილურობის შენარჩუნებას და ასაკთან დაკავშირებული მოძრაობის შეზღუდვების შემცირებას. ამ თბილისის ანძას კი, რასაც ხშირად ვაფიქსირებ კამერით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა დედაქალაქის პეიზაჟში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მზის ჩასვლის ფონზე ან ქალაქის განათებულ ცაზე ჩნდება. ის თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზეა, საიდანაც ჩანს თითქმის მთელი ქალაქი. მშენებლობა დასრულდა 1972 წელს. 274.5 მეტრი სიმაღლისა. არა, ეს არ არის თბილისის ანძა, ეს უბრალოდ რკინის კონსტრუქცია, დენის გამონაწილებელი. ისე მაღალი კი არის. მოკლედ, თბილისის ანძა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კონსტრუქციაა. ნუ, მისი ფუნქცია საწყისად იყო სატელევიზიო და რადიო სიგნალების გადასაცემად. დღესაც იყენებენ სატელევიზიო, რადიო და საკომუნიკაციო სიგნალების ტრანსმისიისთვის. თბილისის ანძა ქალაქის პულსის ნათურასავითაა, რომელიც ზემოდან აკვირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, თითქოს დროის და პროგრესის მცველი იყოს. აი ეს ამდენი კორპუსი კი, რომელიც ასე მუდმივად შენდება ქალაქის ყველა უბანში, ბეტონის სიმახინჯია, რომელიც წლების შემდეგ გეტოებად იქცევა. ესაა სტატისტიკა, რაც გამოიწვევს საცობების უფრო დიდ მასშტაბებს. უბნები, რომლებიც ადრე ხასიათით, კულტურითა და ბაღებით გამოირჩეოდნენ, ახლა ივსება მჭიდროდ ჩაყრილი მრავალსართულიანი კორპუსებით. თბილისის ბუნებრივი ვენტილაცია, ქარის დინებები მტკვრის ხეობიდან ბეტონის გალავნებით იშლება, რის გამოც იზრდება ჰაერის დაბინძურება და ტემპერატურის მომატება. გზებზე წარმოიქმნება მუდმივი საცობები, რადგან მოსახლეობა იზრდება უსისტემოდ, მაგრამ ქალაქის ინფრასტრუქტურა თითქმის არ ვითარდება. შედეგად თბილისი დგას დილემის წინაშე. მასშენებელი ეკონომიკა თითქმის ქმნის სამუშაო ადგილებს და ზრდის ბიუჯეტს, მაგრამ რეალურად შთანთქავს ქალაქის სივრცეს, სილამაზეს და სიცოცხლეს. თბილისს სჭირდება არამეტი კორპუსი, არამედ მეტი ხედვა სივრცის, ჰაერის სიმშვიდის და ადამიანური მასშტაბის შენარჩუნებაზე. თუ ასე გაგრძელდა ბეტონის ამობურცული უბნები მართლაც გადაიქცევა გეტოებად, სადაც ადამიანური სილამაზე დამარხულია ფანჯრებს შორის. ამ მომენტში უკვე დიდუბის მეტრომდე მივედი. დიდუბის მეტრო თბილისის მეტროს ერთ-ერთი ყველაზე ძველი სადგურია. 1979 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სადგური მიწისზედაა, ანუ არ არის ღრმად გამოკვეთილი როგორც ბევრი სხვა თბილისური სადგური. დიდუბე ისტორიულად იყო მზარდი ინდუსტრიული უბანი, აქ მდებარეობდა ბაზარი, რკინიგზის სადგური და მრავალი ქარხანა, ამიტომაც მეტრო დიდუბე გახდა ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული კვანძი, სადაც იყრებოდა ხალხის ნაკადები დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. მეტროსთან ახლოს დღესაც ფუნქციონირებს თბილისის ცენტრალური ავტოსადგური, საიდანაც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში მიდის ტრანსპორტი, ანუ დიდუბე დღესაც რჩება ერთგვარ მგზავრობის ეპიცენტრად. მის სიახლოვეს მდებარეობს დიდუბის პანთეონი, სადაც განისვენებენ ქართული კულტურისა და მეცნიერების ცნობილი მოღვაწეები. ეს აძლევს უბანს განსაკუთრებულ ისტორიულ აურას. მე კი ვაგრძელებ გზას, აქ ტრიალდები და უკან ისანში მივდივარ.
აქ ზებრაზე გადავირბინე, მაგრამ ასეთი სწრაფად სიარული ბოლო ერთი კვირის მანძილზე უკანასკნელი იყო, იმიტომ რომ ისეთი ტკივილები დამეწყო, ფეხზე ძლივს დავდიოდი. როცა სიარულის ტემპი მაღალია, ანუ სხეული გახურებულ მდგომარეობაშია, სისხლის მიმოქცევა ძლიერდება. ამ დროს ტკივილს სრულად ვერ გძნობ, იმიტომ რომ ტკივილის რეცეპტორები ნაწილობრივ დაბნეულია, ამას ეწოდება ფიზიოლოგიური ანალგეზია. მარტივად რო ვთქვათ, ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, საკუთარ ბუნებრივ ტკივილ გამოყუჩებლებს, რის გამოც სიარულის დროს ტკივილს ვერ გძნობ. მაგრამ როცა მივაღწია 22821 ნაბიჯს, ტემპი და მოძრაობა შემინელდა. სისხლის მიმოქცევა შემცირდა. ამ დროს ენდორფინების დონე სწრაფად დაეცა, ხოლო ნერვული დაბოლოებები კვლავ გააქტიურდა, სწორედ ამიტომ ტკივილი მკვეთრად გაიზარდა. აქედან მოყოლებული ტკივილი აღარ გაჩერებულა, პირიქით იზრდებოდა. შევამჩნიე, რომ სხვები თბილად იყვნენ ჩაცმული, მე კი მხოლოდ მაიკა მეცო. 14 გრადუსი ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე ჩემი სხეული დამატებით ენერგიას ხარჯავდა გათბობაზე, რის გამოც ჩემი კუნთების ენერგეტიკული მარაგი უფრო სწრაფად ამოიწურა. თუმცა იმდენად ვიყავი გახურებული, რომ სიცივეს ვერ გრძნობდი. ნაძალადევის მეტროსთან მისასვლელად დამჭირდა 4 საათი და 8 წუთი. გავიარე 24503 ნაბიჯი. დავწვი 1056 კალორია. გამოვიდა 15.7 კილომეტრი. აქ კი ცოტა ხნით გავჩერდი და პირველად შევისვენე. მთელი ამ გზის მანძილზე პირველად შევისვენე აქ. ენერგია მაქვს ბოლომდე დაცლილი. ხო რომ გამოვედი, თბილოდა და ეხლა ყველა კურტკით დადის. მაგრამ ისე ვარ გახურებული, რომ ვაფშე ვერ გრძნობ. მაგრამ ცხელა პირიქით. აი, აქედან მოყოლებული ბოლომდე ძალიან მტკივა. პირველად რო გამოდიხარ და ამ ხელა გზას გადიხარ, აი გზა გავაგზელე და გავაგზავნოთ ფაქტები სიარულის შესახებ. მე-19 ტიბეტელი და ბერძენი ბერები დღეში ასეულობით მეტრ მანძილს გადიოდნენ ლოცვითი ტემპით, რასაც სულიერი ნაბიჯი ეწოდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი სიარულის დროს ტვინი გადადის ალფა-ტალღურ რეჟიმში, რაც დაკავშირებულია შინაგან სიმშვიდესა და შემოქმედებით ინტუიციასთან. მე-20 სპარტანულ აღზრდაში ბავშვები ფეხით გადიოდნენ ათეულობით კილომეტრს. შიშველი ფეხებით, რათა განევითარებინათ ტერფის ნერვული სისტემის მგრძნობელობა და ტკივილისადმი ამტანობა. ეს ქმნიდა განსაკუთრებულ ნერვულ გამძლეობას და ტვინის სტრესისადმი მდგრადობას. 21 სოკრატე და არისტოტელე, მოძრავი ფილოსოფოსები. არისტოტელეს სკოლა პერიპატეტიკური ეწოდებოდა, რაც ნიშნავს მოსიარულე ფილოსოფოსებს. მათი აზრით მოძრაობა იწვევს აზროვნების ცირკულაციას. ამაზე დღეს ნეირომეცნიერება ადასტურებს, რომ სიარული ზრდის ჰიპოკამპის ნეიროგენეზს, ანუ ტვინის უჯრედების წარმოქმნას. 22 იაპონელი სამურაები ხშირად გადიოდნენ მთებში ფეხით, მუშა შუგიო, ომახის მოსამზადებელი ასკეზა. მათ სჯეროდათ, რომ ყოველი ნაბიჯი არის ნების განმტკიცების პრაქტიკა. 23 ჯვაროსნები ხშირად გადიოდნენ 25-30 კილომეტრს დღეში მძიმე აბჯრით. თანამედროვე სამხედრო კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი დატვირთვა ზრდის, გულისა და ფილტვების ჟანგბად მომწოდებელ უნარს, საშუალოდ 20%-ით. 24 ნიკოლა ტესლა, გენიალური მოსიარულე. ტესლა ყოველდღე ზუსტად 8 კილომეტრს გადიოდა სიარულით. ამბობდა, თითო ნაბიჯით ვაზუსტებ ჩემს იდეებს. 25 პლატონის აკადემია, მოძრაობაში სწავლა. აკადემიის წევრები ლექციებს ატარებდნენ ბაღში სეირნობისას. კვლევამ დაადასტურა, რომ სიარულისას შემოქმედებითი აზროვნება იზრდება საშუალოდ 60%-ით. 26 ფეხით სიარული 40 წუთზე მეტი ხნით იწვევს მიტოქონდრიული გენების ჩართვას, რაც ზრდის უჯრედულ ენერგიას. თითქოს ადამიანი გაიღვიძებს შინაგანი ენერგიით. 27 UFC-ს მებრძოლები და რიკავერ ვოლკინგი. თანამედროვე მებრძოლები იყენებენ ფეხით სიარულს ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ნერვული სისტემის დაყოვნებული აღდგენისთვის. ეს ამცირებს კორტიზოლს და აჩქარებს კუნთის რეგენერაციას. 28 საიდუმლო ბიოენერგეტიკული ფაქტი. ტერფში არის 7000 ნერვული დაბოლოება, რომლებიც უკავშირდება ყველა შინაგან ორგანოს. ფეხით სიარულისას ხდება მთელი ორგანიზმის ნაზი თვითმასაჟი. სწორედ ამიტომ ბერებს და ასკეტებს ჰქონდათ ძლიერი იმუნიტეტი და მშვიდი ფსიქიკა. 29 ფეხით სიარული და ნების ძარა. ნეირომეცნიერული კვლევები დადასტურდა, რომ ყოველდღიური 5 კილომეტრიანი სიარული ზრდის დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქის აქტივობას. ეს ტვინის ზონა პასუხისმგებელია ნებისყოფასა და თვითკონტროლზე. ამ მომენტში უკვე პლეხანოვზე აღმოჩნდი. მისასვლელად დამჭირდა 27612 ნაბიჯი. დავწვი 1202 კალორია. ეს იყო 17.8 კილომეტრი. მოვანდომე 4 საათი და 40 წუთი. ხალხი რა თბილად დადის და მე მაიკითხე. იმენა კაპიშონებით და დუტებით და ტიპები. მაგრად სივათ ისე მოძრაობა. მე მაგრამ ცხელა. ალბათ მაგარი გახურებული ვარ და ვერ ვგრძნობ ეხა სიცივეს, მაგრამ ფეხები მაგრამ მტკივა. გავაგრძელოთ ფაქტები სიარულის შესახებ. 29 მისტიკური ფაქტი. შენ შეგიძლია უფრო შორს, ვიდრე გგონია.
როდესაც ადამიანი გადის ფიზიკურ ზღვარს, ტვინი იწყებს ცოტა ძალის დამალვას. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ როცა ადამიანი ფიქრობს აღარ შემიძლია, რეალურად მას რჩება 40%-ზე მეტი ენერგია. ამიტომ სპარტანელები, ბერები და მეომრები ყოველთვის იყენებდნენ შთამაგონებელ ლოცვებს სიარულისას. 31. ბიოფიზიკური ფაქტი ადამიანის ტერფის ელექტრული გენერატორი. ლონდონის უნივერსიტეტის 2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 1 საათით ინტენსიური ფეხით სიარული წარმოქმნის იმდენ ბიოელექტრულ ენერგიას, რომ საკმარისია მობილურის ორჯერ დამუხტვა. სხეული რეალურად არის ცოცხალი გენერატორი. თითოეულ ნაბიჯისას კუნთები გამოყოფენ მიკროელექტრულ იმპულსებს. ასე რომ როცა სიარულისას ფეხი ეხება მიწას, ადამიანი ფაქტობრივად უკავშირდება პლანეტის ენერგიას და ქმნის დახურულ წრეებს, სხეული, მიწა და ენერგია. 32. საიდუმლო ნეიროფაქტი სიარული აჩერებს დროის განცდას. ფსიქიატრიული კვლევებით დადასტურდა, რომ როცა ადამიანი სიარულისას მთლიანად ჩაერთვება მოძრაობაში და დაკვირვებაში, ტვინი დროის აღქმას თიშავს, იგივე ზონები დუმდება, რაც ღრმა ლოცვაში. ამ დროს ადამიანი რეალურად გადადის ცნობიერების მდგომარეობაში, სადაც აღარ არის წარსული და მომავალი, მხოლოდ მიმდინარე წამია. 33. იესო ქრისტე და ბიბლიური ფეხით სიარული. იესო საშუალო დღეში 30-40 კილომეტრს გადიოდა გალილეასა და იუდეის გზებზე. ისტორიულად იესო ქრისტე ცხოვრობდა პირველ საუკუნის პალესტინაში, სადაც გადაადგილების ძირითადი გზა მართლაც ფეხით სიარული იყო. თუ გავითვალისწინებთ ბიბლიურ ცნობებს, იგი ხშირად დადიოდა გალილეიდან იერუსალიმში. დაახლოებით 150-200 კილომეტრია ეს. ასევე ქადაგებდა ქალაქებსა და სოფლებში, რაც მოიცავდა საკმაოდ მთაგორიან რელიეფს და ცხელ კლიმატს. ამიტომ დღეში 20-30 კილომეტრის გავლა სრულიად რეალური იყო იმ დროის პირობებში. ეს ამდენი ხალხი შეკრებილია ფეხბურთის საყურებლად და კარგია რომ მეც არ უყურე, იმიტომ რომ დიდი სხვაობით წავაგეთ. და როგორც მე ყველა ამბობდა, ძალიან ცუდად გვითამაშია. აქ დაბლარო ბავში იწვა, ეხლა მაგას უთხოვე, შენ ამოხტი და ის დაწვეს მეთქი და slow motion-ით გადავიღე, მაგარი კადრი გამოვიდა. სხვათა შორის ჩელენჯებს აქვს ძლიერი ფსიქოლოგიური, ნეიროფიზიოლოგიური და სულიერი სარგებელი, რაც მრავალ კვლევაშია დამტკიცებული. როცა ადამიანი იღებს ახალ გამოწვევას, ტვინი ქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს. ლონდონის 2019 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ჩელენჯები ზრდის მოტივაციის ჰორმონს, დოფამინს, რაც ასწავლის ტვინს სირთულეების გადალახვას და ზრდის მეხსიერებას. წინააღმდეგობასთან შეჭიდება ანვითარებს ვოლიციურ კონტროლს, უნარს, ადამიანმა მართოს საკუთარი იმპულსები და დარჩეს გზაზე მაშინაც, როცა რთულია. ესაა იგივე მექანიზმი, რასაც იყენებენ ბერები, ასკეტები და თანამედროვე კოუჩინგ პროგრამები დისციპლინის მშენებლობაში. როცა ტვინი რეგულარულად ხვდება მცირე სირთულეებს, ყალიბდება ეგრეთ წოდებული ჰერმენტული ეფექტი. ფიზიოლოგიური მექანიზმი, როცა მცირე დოზის სტრესი აძლიერებს ორგანიზმს. მაგალითად, ცივი შხაპი, დილის სირბილი ან 30 დღიანი ჩელენჯი თვითკონტროლზე. ჩელენჯი აძლევს ადამიანს მიმართულებას და მიზანს. როცა ადამიანი ასრულებს საკუთარ გამოწვევას, ტვინი გამოყოფს სეროტონინს და ენდორფინებს, რაც აძლიერებს თვითშეფასებას და შიდა რწმენას, მე შემიძლიას. ეს არის ფსიქოლოგიური ანტიდეპრესანტი. ამ მომენტში 12 საათი გახდა. ნაბიჯის მთლელმა აპლიკაციამ სისტემა გაანულა და ახლიდან დაიწყო ნულიდან. ამ აღმართზე ასვლისას ფეხები ისე მტკიო და სიტყვებით ვერ ავღწერ. თითქმის აღარ შემეძლო ნაბიჯის გადადგმა. ეს იყო ჩემი ნებისყოფის ნამდვილი გამოცდა. სხეული ითხოვდა გაჩერებას, მაგრამ გონებით ვაიძულებდი სხეულს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა. როცა ადამიანი აღწევს უკიდურეს სტრესულ ან ენერგიულ ზღვარს, ტვინი აქტიურად თრგუნავს მოძრაობის სიგნალებს, რათა სხეულმა არ განიცადოს გადამეტებული დაზიანება. ეს ცნობილია როგორც ცენტრალური გადაღლა, მდგომარეობა, როცა ნეირონები აღარ ახერხებენ მოძრაობის იმპულსების გენერირებას, მიუხედავად იმისა, რომ კუნთები ჯანმრთელია. 12 გრადუსია სიცივე. აიკეთ მოძრაობა. მაგრად ცივა. უკვე მცივა. თავიდან გახურებული ვიყავი და ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ეხა უკვე მაგრად ცივა და მაგრა დავიღავი. ძალიან რთული ყოფილა, ძალიან. აი ურთულესი ყოფილა. ყოველ ნაბიჯზე ფეხი მტკივა მაგრად. ყველა მოძრაობაზე, აი ყველა ნაბიჯზე კუნთის გარდა მთლიანი ფეხები მტკივა. კუნთი არ ვიცი, ალბათ გახურებულია და იმენა კუნთის ადგილზე არ გრძნობ ტკივილს, დანარჩენი აი აბსოლუტურად ყველა მოძრაობა, ყოველი ნაბიჯი არის ტკივილის განცდა რა, აი
საშინელი ტკივილის განცდა. და ურთულესი ყოფილა, რავი რა, ურთულესი. პროსტა არ მინდა ეხლა რომ გავჩერდე და ჩავაგდო. რისთვის ვიარე ამდენი. ხო და მოკლედ ურთულესი ყოფილა რა. ურთულესი. ალბათ ხვალე ფეხი ვაფშე ვერ გამოძრავდები. ალბათ ლოგინიდან ვერ ავდგები ხვალე. სავარაუდოდ. ორივე ფეხი დამტრეულია რა, ვაფშე. ფეხები გაჩერდა ვეღარ მიდის. აი აქ ეხა ხეს მივეყუდები ეს. წვეჩი ფეხები გაჩერდა რა. ევენ აღარ მიდის. მოვტასაობდი რამდენი ხანი და აი გაჩერდა რა. მე-4 სართულზე ვცხოვრობ სახლში და როგორ ავალ არ ვიცი. ალბათ შეიძლება ვერ ავიდე. ანუ გადაჭარბების გარეშე ფეხები გაჩერდა იმენა. ვეღარ მივდიო. ხალხს როგორ აცვია, შეხედეთ როგორ ცივა. ფეხებიც გაჩერდა. მოკლედ სამწუხაროა, მაგრამ პირველივე ჩელენჯი რა ვიცი. ალბათ იმიტომ ვერ შევძელი, რომ ჯერ ერთი ნაჭამი არ ვიყავი. და მეორე იმიტომ, რომ მიჩეული არ ვიყავი რა, ამდენი ხანია, ამდენი არ მივლია და უცბად გამოვედი და მაგარი გამიტყდა რა. აი თავზალას ვატარო, გავიარო კიდე, მაგრამ ვერ აი აზრი არა. ვერ ვქაჩა. ფეხები არ მიდის. სხვა დროს ალბათ კიდევ ვცდი. ეგ არის რა. ტაქსი უნდა გამოვიძახო და წავიდე სახლში ჭამო დავისვენ. ფეხით გავლა უკვე შეუძლებელი იყო, ამიტომ ტაქსი გამოვიძახე. საერთო ჯამში გავიარე 36199 ნაბიჯი. დავწვი 1568 კალორია, 23.3 კილომეტრი. მოვანდომე 8 საათი და 53 წუთი უწყვეტი სიარულით, მხოლოდ ორჯერ შესვენებით, ისიც 2-2 წუთი. თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, დააკომენტარე და დაალაიქე. სახლიდან 6-ის ნახევარზე გამოსული სახლში 2-15 წუთზე მივედი. დამრჩა კიდევ 32 ურთულესი ჩელენჯი.